დილამშვიდობის და ჩემო ძვირფასებო და კარგებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. უფალმა მოგცეთ მშვიდობა, სიკეთე და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მინდა მე თქვენთვის, ხო? მოდი განვიხილოთ დღესდღეობით, ანუ დღეს რა ვიბრაციებშია და რა გრძნობს თქვენთან მიმართებაში. უბრალოდ გრძნობა ვნახოთ, ხო? ერთი პატარა ვიდეოს ჩავწერ. რა გრძნობს თქვენთან მიმართებაში, თქვენს მიერ ჩავქრებული პიროვნება, ხო? რა ენერგიებშია ის და რა გრძნობებია თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, სტანდარტულად, ხო? როგორც თქვენ ვიცით. დაბადების წელი თვე და რიცხვი და მისი სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი. და მოდი ვნახოთ მისი დღევანდელი ენერგიები. და რას გრძნობს ის თქვენთან მიმართებაში დღევანდელ დღეს, ხო? აი დღევანდელ დღეს მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. აბა, ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. ნახოთ, რა ენერგიებში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზომიერების და რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში. ჯაკალელი. Ну, ფონი მოდი განვიხოთ აქაც, ხო? ფონის მიხედვით, პაჟი არის თასების პაჟი, ეს ნიშნავს თასების პაჟი, ხო? ყოველთვის მირჩენია ხოლმე თასების პაჟი, თასების რაიც, იმიტომ რომ აი თასების პაჟი თითქოს აი ახლებურად რო ავიცები ადამიანი, ხო ხდები რომ გადაანალიზებ რაღაც შენს გრძნობებს ვინმესთან მიმართებაში და რო ხვდები რომ რეალურად ადამიანს თურმე უყვარხარ, ხო? აი რაღაცა პატარა მომენტში რომ მოხდება რაღაც აი ჰოპ და ხვდები რომ ადამიანს ვაი თურმე ყვარები ხარ, ხო? აი თურმე გრძნობები ქონია. რა გავაკეთოთ, ხო? ანუ აი ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ახლებურად ივსება სიყვარული, თითქოს აი მიხვდა რომ უყვარხართ, ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში და ამ სიმართლეს ვერსად ვერ გაექცევა, ხო? რა ენერგიებშია? Ну, აი დღევანდელი ენერგიები არის ზომიერების არკენა გამომდინარე, თქვენის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის აი როგორც თმენის გადაბალანსების, გააზრების, რაღაცა თავისი ჭეშმარიტებების, აი თავისთვისო ჭეშმარიტებას აღმოჩენს აი მდგომარეობაში, ხო? აი დღეს ასეთ ვისაუბრე, ხო? მიხვდა ადამიანი, თუნდაც იმასო თქვენთან მიმართებაში ემოციური კავშირი აქვს, ხო? თქვენთან მიმართებაში აქვს ემოციები, გრძნობები, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევა. Ну, რას ვიზავთ, ხო? ხდება ასეთებიც, რომ არ გონია, მაგრამ ესეა, გრძნობები თურმე არის და სიმართლეს ვერავინ ვერ წაშლის, ხო? და ზომიერების არკენა გამომდინარე, ну მე ხარ როგორც ვიტყვი, ჩანს და ასე შემდეგ, ხო, დღევანდელი მდგომარეობა რაც არის თქვენ შორის არის ცოტა არ იყოს და დისტანცირებულები ხართ ერთმანეთისგან და ზუსტად აი ამ მომენტზეა საუბარი, რომ როდესაც განდეგილის არკანი ამოდის გაშლაში ენერგიებთან მიმართებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც დასჭირდა დრო იმისთვის, რომ გაიაზრებინა, თურმე თქვენთან ემოციები აქვს და გრძნობა აქვს, ასე ვთქვათ, აი ახლებურად ივსება თქვენთან მიმართებაში გრძნობებით, ხო? აი ეს მომენტია, თუ ვიკითხავთ გრძნობებს, ну რა თქმა უნდა, ხო? შეხედათ ორიენტესები, 6-იანი ხმლები და სულელის არკანი. ადამიანმა დისტანციაზე თქვენთან დაშორების შემდეგ ყოფნის მომენტში, ამ დისტანციაში ყოფნის დროს, გაანალიზა, გააცნობიერა, შეიძლება ეს თქვენი დისტანცია და ესე ვთქვათ პატარა პაუზური მდგომარეობა, პაუზა არავით აი დასასრული არ არის, ვისაც გაინტერესებთ, ხო? დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ იცით რა არის? სამაგიეროდ აცნობიერებს რა იმას, რომ თქვენთან გრძნობები აქვს, ხო? იმასაც აცნობიერებს, რომ უნდა თქვენთან ნაბიჯებს, ნახეთ, გრძნობას ნაბიჯიც მოყვა. უნდა თქვენთან ნაბიჯების გადმოდგმა და რაღაცნაირად ახლებურად უნდა სიტუაციის, ანუ ურთიერთობის დალაგება და აწყობა და რა თქმა უნდა, ცოტა ხანი რაღაცა პატარა პერიოდი შესაძლებელია აი როგორ გითხრათ, ხო, ივნისის თვეს გადმოდგავს ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში, რომ აი ბოლომდე არ დარწმუნდება დაახლოებით ივნისის თვისკენ გადმოდგავს ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ თქვენთან ერთად ახლებურად სუახლიდან დაიწყოს ურთიერთობა. სულელის არკანი, აი ვისაც გაინტერესებთ, ხო, ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდია მეკითხებიან, რას ნიშნავს სულელის არკანი, რასაც ურთიერთობა
ასე ვთქვათ, პაუზაშია და გაწყვეტილი თქვენში ურთიერთობა და არ არის ხო დისტანციაზე ხართ, სულ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მithumetes აი ამ არკანებთან ერთად, რომელიც არის ორიანი თასები და 6-იანი ხმლები, ხო? ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა ახლიდან დაიწყება და ეს არის გაცნობიერებული, ეს ამ ადამიანს აქვს ასე ვთქვათ გადახარშული უკვე დაფიქრალი აქვს ამაზე, რომ თუნდაც ის მომენტი, რომელიც მან თქვენგან შორს გაატარა და იმყოფება ამ მომენტში თქვენგან შორს, ხვდება, რომ თქვენთან ერთად უნდა ყოფნა, თქვენთან თუნდაც ემოციები აქვს და ამ ემოციებს აგზობებს ვერსად ვერ გაურბის, ხო? ანუ შესაძლებელია თავიდან არ აღიარებდა ამ გზობებს და არ უნდოდა, იმიტომ რომ ისთვის აი თავის ტკივილი შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ დედმეტი ტვირთი, მაგრამ ნუ რა ვერ გავექცევით ამ გზნობებს, ესეა. რა თქმა უნდა, აგერ შეხედეთ. ზუსტად ეს პიროვნება, თუნდაც იმ მომენტში, რომ თქვენგან წავიდა, ხო, თქვენგან წავიდა და აქტობად მაგ ესე ჩანს, რომ დააქტობად გადგა თქვენგან განზე და ასე თავის ჭკუაში დაგიწერტილად, მაგრამ რეალურად წერტილი არა და პაუზა არის. ვეღარ გამოდის იმ მდგომარეობიდან, რა აი ვერ ივიწყებს და ვერ გივიწყებთ იმას თქვენ და იმ მდგომარეობას ვერ ივიწყებს, როცა თქვენთან ერთად გაატარა კარგი სასიამოვნო დრო, რომ თქვენ მისთვის ხართ სასიამოვნო პიროვნება, რომ თქვენთან სიამოვნოს ყოფნა ამ ყველაფერში ის დარწმუნდა, რომ თქვენ მისთვის ხართ სიხალისე, ზეიმი და აი გაჭედილია თქვენს მოგონებებში, გიხსენებთ და აცნობიერებს რა რომ გაება გრძნობებში რისი აღიარებაც არ უნდოდა. იმიტომ რომ იცით როგორ არის ამ პიროვნებას, როგორ აქვს აი 4-იანი კვერთხებიდან გამომდინარე მაჩვენე რა ხდება. ხო. ნუ ხო, იცით რა არის ზოგადად სერიოზულ ურთიერთობას, რასაც ქვია ოჯახში შექმნა გაურბის სავარაუდოდ და არ არის მზად ხო, მაგრამ აი რა აცნობიერებს გაება გრძნობებში და სხვა გზა არ არის და სხვათა შორის როგორც ასეთი ამ პიროვნებას ამ დისტანციაზე ყოფნის მომენტში პლუს ამას რა ვიცი რაღაცნაირად სინათლე რო აგენთება ტვინში ხო და თავში და ხვდები რომ თურმე ეს ის არის ხო ამასთან თურმე მარტო ურთიერთობა კი არის შესაძლებელია უფრო ღრმა პერსპექტივებიც კი ბატონო თქვენთან მიმართებაში ასე ვთქვათ კონდეს ხო აი ოჯახის შექმნის მიზნით თუნდაც დასერიოზულების მიზნით თუნდაც აი ხელის თხოვნის მიზნით ხო აი ესეთი რაღაც ვიბრაციები მოდის ამ ადამიანისგან ოღონდ ჯერჯერობით ამ ყველაფერს თავისთვის ინახავს თქვენ აი თავისთვის გიგონებთ გიხსენებთ ვერავიწყდებით გაება თავის გზობებში თქვენთან მიმართებაში ჩარჩაი მომენტებში სადაც თქვენთან და დრო გაატარა და რაღაცნაირად აი ესეთი კარგი ენერგიები წამოვიდა დღეს ძალიან კარგი ამინ ასე იყოს ქურუმი ქალია ანუ შეგაშინებთ ეს არ არის მაგალითად ის მომენტი რომ ვიღაცა არის მის ცხოვრებაში ვერ ვიტყვი ალბათ თქვენთან მიმართებაშია ეს ადამიანი ასე ვთქვათ ფიქრებში თქვენთან ერთად არის ფიქრებში თქვენს მოგონებებშია ენატრებით და ასე შემდეგ ქურუმი ქალი და ორიანი კვერთხები ხო რასაც ზოგადად ის გაურბოდა ხმლების პაჟიდან გამომდინარე ეს გზნობები და მისი თავისუფლება ხო არის ხალხი ვინც თავისუფლებას ვერ ელევა და აქედან გამომდინარე იცის რომ თუ თქვენთან ურთიერთობას დაიწყებთ თქვენ არ ხართ ისეთი პიროვნება ვისაც ურთიერთობას უბრალოდ დაიწყებს არასერიოზული ფორმატით ხო იქნება ეს ის ურთიერთობა რომელიც წინ დაწინაურდება და შესაძლებელია ოჯახამდეც მიგიყვანოთ და აქედან გამომდინარე გაურბოდა ამ ყველაფერს და იყო ეს არჩევანი ქურუმი ქალიდან გამომდინარე არჩევანი იყო თქვენსა და თავის თავისუფლებას შორის. დიახ, და ნამდვილად დღესდღეობით როიანი პენტაკლებიდან გამომდინარე თავზე მუშაობს და აცნობიერებს იმას, რომ თქვენთან ერთად უნდა ყოფნა, უნდა თქვენთან ასე ვთქვათ, უფრო ურთიერთობაში წინ წასვლა, სხვათა შორის დღესდღეობითაც ამ ფიქრების გადამუშავებაშია და თუნდაც იმასაც აცნობიერებს, რა მშვენიერი იქნებოდა თქვენთან ოჯახის შექმნა, თუნდაც და საერთო კერა, საერთო შვილები. იმიტომ რომ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს თუ დიდი ხანია თქვენ არ ბავშვობიდან ერთმანეთს არ იცნობთ, ნაც პატივისცემაც არის აქ რაღაცნაირად ხვდებით, ხო? არ უნდა თუ რამე დაგიზიანოთ ან დაგიშავოთ და აქედან გამომდინარე აცნობიერებს იმას, რომ თუნდაც იმის გამო, რომ დიდი პატივის გცემთ და თქვენ არ ხართ ის პიროვნება, ვისაც შეიძლება ესე უბრალოდ მიხვიდე მასთან გაერთო და წახვიდე, ხო? აი ეს მომენტი ძალიან კარგია, უფრო ღრმა პერსპექტივების მომასწავებელია, ანუ ურთიერთობაში და
რაღაცნაირად მგონია, რომ თუ ეს ურთიერთობა არ არის დიდი ხნის ან ბავშვობიდან თუ არ იცნობთ ერთმანეთს, შესაძლებელია ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, ხო? ამის გარდა შესაძლებელია ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, აი წინა ცხოვრებიდან რომ მოდის, აი ესეთი ურთიერთობა იყოს, ნამდვილად ძალიან ისეთი არკანები 10-იანი პენტაკლი, 4-იანი კვერთხები. ელოდეთ ხალხნო, ელოდეთ ამ ადამიანს, მოვა თქვენთან, მოვა დაახლოებით ივნისის დასაწყისში, ხო? ასე მაისის ბოლოს, ივნისის 10 რიცხვამდე, ესე ვიტყოდი მე, უკვე სერიოზულად ახალი გზნობები დავსებული, თქვენც ამას ძალიან კარგად გაგაგებინებთ და თავის, ასე ვთქვათ, თავის ფიქრებს, აზრებს და მოლოდინებს და გადაწყვეტილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ. აუხ კი. ის არა ქვია. ვაიმე, როგორ მიმართება ხოლმე არკანების სახელებს, რომ ვივიწყებ ხოლმე ძალიან ცუდი მდგომარეობა მგონია მაქვს, მაგრამ არა. ეტლის არკანი, ანუ უეჭველი ელოდეთ თქვენთან მიმართებაში ნაბიჯებს მოძრაობას თქვენკენთან, უკვე როგორც კაი საბედის წეროთ რა. ადამიანს ეს გადაწყვეტილი აქვს ხმლების მეფიდან გამომდინარე. ჰაერის ნიშანი მგონია იყოს ეს პიროვნება, არ ვიცი რატომ თქვენთან უფრო ნუ აი მაინც და მაინც არ მივეჯაჭვები იმას, რომ ჰაერის ნიშანია, შესაძლებელია უბრალოდ მის ენერგიებიც იყოს ცოტა ცივი და ესეთი, რომელსაც არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა, მაგრამ შესაძლებელია ჰაერის ნიშანიც იყოს. ან თქვენც იყოთ ჰაერის ნიშანი, ორივე ჰაერის ნიშნები იყოთ, ან უბრალოდ თქვენი ენერგიები იყოს ერთმანეთთან მიმართებაში დღესდღეობით, ხო რა მხელა არკანებია, თუმცა სამომავლო ძალიან კაი პერსპექტივას მოასწავლებს. ვაიმე, დედა, რა ხდება? სამყაროს არკანი, ვარსკვლავის არკანი, ეტლის არკანი. უზი, გავაგვირგვინოთ, ხო? ახალი საწყისი აუცილებლად იქნება ერთ თვეში დაახლოებით თქვენთან. ივნისისკენ ელოდეთ. დაგეშტობებით, ჩემო-კარგებო, შევხედავ, არ ვიცი, შესაძლებელია დღეს ისე ჩავწერო ერთი ვიდეო, რომელიმე თემას ავარჩევ. რავი, თუ თქვენ გსურთ რაიმე თემა რო გავშალოთ, თქვენც მომწერეთ, არ არის პრობლემა, დიდი სიამოვნებით მოვისმენ რა გსურთ და გავშალოთ იმ თემაზე, რაც თქვენ გინდათ, ხომ თუ არა და მე თან ავარჩევ თემას. დაგეშტობებით, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად იყავით.